ყველაზე კარგი პასუხი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის ისტორიული რუკები, რომლებიც არსებობს ძალიან დიდი ხანია და რომლებიც ძალიან კარგად გადმოსცემს საქართველოს ისტორიულ საზღვრებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პირუთვნელი და მიუკერძოებელი ისტორიული წყაროები. ხაზი გაუსვი რომ მიუკერძოებელი. რატომ მიუკერძოებელი? დღეს ჩვენ ვაჩვენებთ რამდენიმე რუკას, 16 რუკას და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არც ერთი მათგანის ავტორი არ არის ქართველი. მათი ავტორები არიან ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, იტალიელები და თქვენ წარმოიდგინეთ რუსებიც კი. სად არის ეს რუკები დაცული? ეს რუკები დაცულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძველ და სახელგანთქმულ წიგნსაცავში, ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მე გასულ წელს საშუალება მქონდა და წელსაც საშუალება მქონდა მემუშავა ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. მაშინ რამდენიმე რუკა ვნახე და მივხვდი რომ ეს საქმე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, უნდა გავაგრძელოთ, გამოვცეთ დიდი ატლასები მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე, რადგან ეს არის ყველაზე საუკეთესო პასუხი იმ ცილისწამებისა, რომელიც მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებიდან ისმოდა. მინდა გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტული რეგიონების ისტორიის მოყოლა რატომღაც დაიწყო მე-18 საუკუნიდან. თითქოს მანამდე არ არსებობდა ერთიანი საქართველოს სახელმწიფო, თითქოს მანამდე არ იყო ქართული სამეფო სამთავროები. დღეს ჩვენ პუტინის მსგავსად არ მოვიქცევით და ისტორიის მოყოლას დავიწყებთ მაგალითად ერთ-ერთი ძველი რუკიდან, მოდით ერთ-ერთი ძველი ნაბეჭდი რუკიდან, ეს გახლავთ 1594 წელი, მსოფლიოს რუკა, შავთეთრი რუკა და რა თქმა უნდა მსოფლიოს რუკაზე არის ასახული საქართველოც. აი გადავედით, თქვენ ხედავთ ორ ზღვას შორის მოქცეულ კავკასიას და ძალიან საყურადღებოა რამდენი რეგიონია აქ ნაჩვენები. ზემოთ ქირქასი, ანუ ჩრდილოეთ კავკასია, შემდეგ მენგრელი, ანუ სამეგრელო, ანუ დასავლეთ საქართველო და ჯიორჯიანი, ანუ ქართველები აღმოსავლეთ საქართველოს. ეს არის 1594 წელი და როგორც ხედავთ, ამ რუკაზე არ არის ნაჩვენები არც აფხაზეთი და არ არის ნაჩვენები ოსეთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რეგიონები არ არსებობდა, რა თქმა უნდა არსებობდა, მაგრამ პოლიტიკური ერთეულები მაშინდელ რუკაზე იყო წარმოდგენილი აღმოსავლეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს, ამ შემთხვევაში სამეგრელოს სახით. მოდით ახლა კიდევ უფრო გადმოვინაცვლოთ და გადავიდეთ 1653 წლის ფრანგულ რუკაზე, აი ძალიან ლამაზი რუკაა. აქ თქვენ ხედავთ კავკასიას და თითქმის მთელი კავკასია დაფარულია წარწერით. ხედავთ ორ ზღვაშუა მოქცეული ტერიტორია, წარწერით ჯორჯია. აი ყველაზე საყურადღებო არის დასავლეთ საქართველო, სადაც წერია მინგრელია, აი ალბათ ხედავთ, აი აგერ და რასაც მინდა განსაკუთრებით ყურადღება მიაქციოთ. აი ზემოთ პიცუნდის ზემოთ, თანამედროვე ბიჭვინთის ზემოთ წარწერა არის ავოგაზიე, ანუ აფხაზეთი, როგორც ამას ფრანგები წერენ, ეს არის ბიჭვინთის ზემოთ აღნიშნული ისტორიული ტერიტორია. ახლა მოდით 1680 წელზე გადავინაცვლოთ და ეს არის თურქეთის იმპერიის რუკა. თქვენ ხედავთ წარწერა აქვს თურქიუმ იმპერიუმ. თქვენ იცით რომ ერთი პერიოდი საქართველო, საკმაოდ ვრცელი პერიოდი, ორ იმპერიას ჰქონდა გაყოფილი, თურქეთისა და სპარსეთის იმპერიებს. ახლა ჩვენ უფრო ახლოს გადავინაცვლებთ და ვნახავთ თუ როგორ არის ამ იმპერიებს შორის მოქცეული საქართველო. ხედავთ ის ორად არის გაყოფილი, ანუ აღმოსავლეთ საქართველო, რომელსაც აწერია ჯორჯია და ეს არის სპარსეთის იმპერიის ტერიტორია და დასავლეთ საქართველო, რომელსაც აწერია მენგრელია. ისევ მინდა გავიმეორო, რომ აქ არ არის აღნიშნული არანაირი სამხრეთ ოსეთი, იმიტომ რომ ასეთი პოლიტიკური ერთეული არასოდეს არ არსებობდა და არც აფხაზეთი. თქვენ ხედავთ სევასტოპოლი, ასე აწერია, ეს არის სებასტოპოლისი, იგივე ძველი სოხუმი და ასე დაქონდათ ხოლმე ევროპულ რუკებზე მისი სახელი და ის მოქცეულია დასავლეთ საქართველოს, კერძოდ სამეგრელოს ტერიტორიაზე. ახლა 1680 წლიდან გადავინაცვლებთ შემდეგ რუკაზე, ეს არის რუკა, რომელიც არის შედგენილი
დადგენილი 1690-1720 წლებში. აი, სულ ზემოთ არის ჩვენი საქართველო, ახლა ჩვენ ამ რუკას მიუახლოვდებით. ესეც, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული იმპერიული პერიოდია, როდესაც ჩვენ ვართ სპარსეთის იმპერიის შემადგენლობაში და აი ძალიან საინტერესოა, აქაც თქვენ ხედავთ საქართველოს რამდენიმე ნაწილად დაყოფილს. აქ არის დასავლეთ საქართველო, სადაც არის წარწერა სამეგრელო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნულია გურჯისტანი ეს არის იგივე გურჯისტანი, სპარსელები ასე წარმოთქვამდნენ აღმოსავლეთ საქართველოს სახელს. თუ რატომ არ მოჩანს? აი პუტინმა ძალიან ბევრი ისაუბრა მე-18 საუკუნის საქართველოზე და თქვენ ხედავთ მე-17-მე-18 საუკუნის საქართველოს რუკებს და გარსად არ არის აღნიშნული არც აფხაზეთი და არც ოსეთი. თუ რატომ არ ჩანს რუკებზე ასეთი ტერმინი, რით არის განპირობებული ეს ამბავი? მოდით ამის შესახებ ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ისტორიკოს, ჩემს მასწავლებელს, ადამიანს, რომელმაც ძალიან კარგად იცის აფხაზეთის ისტორია, პროფესორ ზურაბ პაპასკის მოусმინოთ. ამბავ. აფხაზეთი ისტორიულად, რაც ჩვენ ვიცით, არა, ისტორიულად ყოველთვის იყო საერთო ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკური და კულტურული სივრცის ნაწილი. კოლხეთის სამეფოდან დაწყებული გვიან ანტიკურ ხანასა და ადრე შუა საუკუნეებში აფხაზეთი არის ამ სივრცის ნაწილი, ამ სამყაროს ნაწილი. ეს არის დადგენილი არა ქართული წყაროებით, არამედ ანტიკური, ძველი ბერძნული და ლათინური წყაროებით და ბიზანტიური წყაროებით. გამიგეთ? ესე იგი ეს არ არის ჩვენი გამოგონილი, ეს არის ფაქტი ისტორიული. მოდით ახლა დავუბრუნდეთ კვლავ რუკებს და გადავიდეთ მე-18 საუკუნეზე, ისევ რადგან როგორც გითხარით, პუტინმა ძალიან ბევრი ისაუბრა მე-18 საუკუნის საქართველოზე. 1701 წელი ეს არის ფრანგული რუკა და აქაც ძალიან კარგად მოჩანს საქართველო. აი თქვენ ხედავთ სევასტოპოლი, ანუ სებასტოპოლი, ანუ სოხუმი, რომელიც არის მინგრელია დიახ სამეგრელოს შემადგენლობაში და აი ზემოთ მთებთან აღნიშნულია აბაზეს. აი ერთ-ერთი პირველი წარწერა, როცა ჩდება რუკებზე ასეთი სახელი, ეს არის აფხაზები, ხოლო რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე თბილისი, გორი, ზემოთ უკვე ნაჩვენებია ჩრდილოეთ საქართველოს ჩრდილოეთი, აქ კახეთ წერია, ანუ არსად არ არის აღნიშნული ისეთი ტერმინი, რომელიც იტყოდა, რომ ეს არის, ვთქვათ, აქ არიან დასახლებული ვინმე სხვა ხალხი, ან წარმოადგენს სხვა ხალხის ტერიტორიას გარდა ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისა, ან ქართული სამეფო სამთავროებისა. ახლა მოდით გადავინაცვლოთ და გადავიდეთ 1723 წლის რუკაზეც, ეს არის ფრანგული რუკა და ეს არის ძალიან საინტერესო რუკა. მე თქვენ გითხარით, რომ არ გაჩვენებთ არც ერთ რუკას, რომელიც ქართველებმა გააკეთეს, იმიტომ რომ ტენდენციურობა ადვილი მოსაოდნელი იყო. ეს არის ფრანგული რუკა, თუმცა მას აქვს წარწერა, რომ ის არის შედგენილი პრინც სულხან-საბა ორბელიანის რჩევით, ასევე როგორც ჩანს, სულხან-საბა მონაწილეობდა და არის ძალიან საინტერესო რუკა. მოდით დავიწყოთ დასავლეთ საქართველოთი. აი აქ თქვენ ხედავთ კვლავ ანუ დრანდის ზემოთ თქვენ ხედავთ, რომ არის წარწერა აბაზ. ეს არის აღნიშნული იმისა, რომ საქართველოს ჩრდილოეთით, უკიდურეს ჩრდილოეთით მართლაც იყო ასეთი ხალხი, გარდა ამისა და ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს, გარდა ამისა სამეგრელოს სამთავრო, ძალიან საინტერესოა გაჩვენოთ რა ტერიტორიებს მოიცავდა სამეგრელოს სამთავრო. აი თქვენ ხედავთ პორტ დე სუხუმ და აი სოხუმის პორტი არის სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიაზე მოქცეული. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს, აი წერია აქ რომ არის ჯორჯია და აი აქ ჩდება ერთ-ერთი პირველი წარწერები. მოხონთ დააკვირდით სად. ესე იგი გრანდ ოსეთი და პროვინცია ოსეთი. ეს არის დაახლოებით ის ტერიტორია, სადაც დღეს არის ჩრდილოეთ ოსეთი. ახლა მოდით 1729 წელზე გადავიდეთ. ესეც საქართველოს რუკა, ძალიან მომწონს მე ეს წარწერა. ნახეთ, გურჯისტანი, ანუ საქართველო და თუ მიხვდებით რას ნიშნავს ეს? კარდუელ, ანუ ქართველთა სამეფო, ქართველთა ქვეყანა.
აქ არის იმერეთი, სამეგრელო და ძალიან საინტერესო რუკა, სპეციალურად შევარჩიეთ თქვენთვის. აი აქ არის წარწერა zi aba or abkhaz, ესე იგი აფხაზები, მაგრამ სად არის ნაჩვენები ეს ტერიტორია? აი თქვენ ხედავთ წარწერას სოხუმი, შემდეგ ძალიან მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება, აი აგერ შავი ხაზია გაკეთებული და წარწერა არის wall, კედელი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც მე-17 საუკუნე, ეს არის ის პერიოდი, როდესაც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე და სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიაზე იწყება აქტიური შემოსევები ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთიდან და ამიტომ სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა და მთავარი ლევან მეორე დადიანი კელასურთან იწყებს კედლის აგებას იმისათვის, რომ სამეგრელოს სამთავრო დაიცვას ჩრდილოეთ კავკასიელი და მათ შორის აფსუა ტომების შემოსევებისაგან. კელასურის კედელი მართლაც იცავდა სამეგრელოს სამთავროს, მათ შორის სოხუმსაც და ყველა მეგრელ ფეოდალს ვალდებულება ჰქონდა, რომ ამ კედელზე ემსახურა და ამითი დაეცვა ეს ტერიტორიები. ლევან მეორე დადიანის გარდაცვალების შემდეგ სამეგრელოს სამთავროს წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ეფექტურად ამ კედლის დაცვა, კედელმა თავისი ფუნქცია დაკარგა და თანდათან გაიზარდა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსევები. ახლა მოდით გავაგრძელოთ, მე მგონი საინტერესოდ მოჩანს ჩვენს რუკებზე. გიორგი, ყველა რუკა რა ლამაზია. მე მართალი გითხრათ, ისტორიკოსი რო არ გამოსულიყავი, აუცილებლად გამოვიდოდი კარტოგრაფი, იმიტომ რომ ძალიან მომწონს რუკები და საერთოდ ძალიან ლამაზია რუკა და ძალიან კარგად მოგზაურის ბუნებას გადმოსცემს. მოდით 1766 წელზე გადავინაცვლოთ, ძალიან ლამაზი რუკა ეს რუკა და თქვენ მინდა გაჩვენოთ უკიდურესი ჩრდილოეთი ანაკოფიის ზემოთ, ხომ იცი ანაკოფია სადაც არის? ეს არის სოხუმს ზემოთ, აი წარწერა აფხაზეთი. საყურადღებოა ეს წარწერა იმითაც, რომ აქ საქართველოს აფხაზეთი დატანილია იმ ტერმინოლოგიით, როგორცაც ამას ქართველები წარმოთქვამთ. ანუ აფხაზეთი და ნაჩვენებია, რომ ეს ტერიტორია ანაკოფიის ზემოთ ბიჭვინთასთან არის, შემდეგ იწყება ჯიქეთი. ხოლო ეს სადავრი რუკაა, ბოდიში ეს რუკა არის 1766 წლის და ეს არის ფრანგული რუკა, ასე რომ აქ ქართველების ხელი ნამდვილად არ ურევია. აი აქვე ძალიან კარგად მოჩანს წარწერა ცხომი, ანუ იგივე სოხუმი და ხედავთ სადაც არის ოდიში, ეს არის სამეგრელოს სამთავროს ტერიტორია. ახლა თუ მიუახლოვდებით ამ რუკას და აი უკვე ვნახავთ ქართლის შუაგულს, აი აქ არის ასეთი წარწერა ოვსეთი. სწორედ ისეა დატანილი ეს ტერმინიც, როგორც ამას ჩვენ ქართველები წარმოვთქვამთ და ძალიან საყურადღებოა ის ამბავი, რომ ეს ოვსეთი იწყება, აი აგერ ძალიან კარგად მოჩანს წარწერა თრუსო. თრუსოს ხეობის ზემოთ ნაჩვენებია ოვსეთი 1766 წლის რუკაზე და მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე ჩრდილოეთ ოსეთი იწყება სწორედ თრუსოს ზემოთ. აქედან გამომდინარე, აქ ისტორიული რეალობა ძალიან კარგად არის ასახული. ახლა მე-18 საუკუნეს ცოტა ხანი თავი დავანებოთ და გადავიდეთ მე-19 საუკუნეზე, 1823 წლის რუკაზე და არ ვიცი, გინახიათ თუ არა ეს რუკა. რუსების შედგენილია, მას აქ წარწერა, რომ ეს არის საქართველოს გენერალური რუკა, შედგენილი სანქტ-პეტერბურგში 1823 წელს და თქვენ ხედავთ, როგორ გამოიყურება საქართველოს ტერიტორია. მას მიკუთვნებული აქვს რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო საკითხს, დასავლეთ საქართველოს, თქვენ ხედავთ, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა აფხაზეთი მოქცეული და ის საქართველოს აი ამ საქართველოს, ანუ ქართველი ხალხის სამოსახლო ტერიტორიათ არის და ასევე აქ ძალიან კარგად არის აღნიშნული ნაჩვენები, რომ ქართლის ტერიტორიაზე არანაირი, ვთქვათ ესეთი, სამხრეთ ოსეთი არ არსებობს. როგორი იყო აფხაზეთის სამთავროს სტატუსი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში? ამის შესახებ მოდით მოусმინოთ პროფესორ ზურაბ პაპასკირს და პროფესორ ვახტანგ გუროს, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ამ რეგიონების ისტორია. აფხაზეთის სამთავროს ტერიტორია, მას შემდეგ რაც ის შევიდა ჯერ რუსეთის ქვეშემრდომობაში, მთავარი გიორგი შერვაშიძე
მერე სამთავრო გააუქმეს რუსებმა, მუდამ შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში. ჯერ სოხუმის განყოფილების სოხუმსკი ანდელ, შემდეგ კი სოხუმის ოკრუგის სახით. 1810 წელს თითქოს აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შეუერთდა რუსეთს და ესე იგი ესეც აბსურდია. აფხაზეთის სამთავრო შარვაშიძეების იყო ისეთივე ქართული პოლიტიკური ერთეული როგორც დადიანების ოდიშის სამეგრელო ოდიშის სამთავრო, გურიის, გურიელის, გურიის სამთავრო და სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულები. იმდენად ქართული იყო ეს საფარბეი, რომელიც გიორგი გახდა შარვაშიძეს აფხაზეთი პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად, რომ ის თავის დოკუმენტს, აი, მიმიღეთ თქვენს მფარველობაში სათხოვარ პუნქტებს, ქართულად უგზავნის. ქართულად უგზავნის. ეს ისეთივე ქართული სამყაროა. მიუხედავად იმისა, რომ გაუცხოება იყო გვიან შუა საუკუნეებში გარკვეული, ასე ვთქვათ, დემოგრაფიული ცვლილებების შედეგად. ძალიან საინტერესოა 1853 წელს ლონდონში დაბეჭდილი საქართველოს რუკა, ახლა ჩვენ მას ვხედავთ და მე სპეციალურად გავამახვილებინე ყურადღება იმისათვის, რომ ჩვენ გვენახა აფხაზეთის ტერიტორია, თქვენ ხედავთ, აქ არის წარწერა აბასია და აღნიშნულია, რომ ეს ტერიტორია მოიცავს ქალაქ გაგრიდან, აი, სადამდე მიდის ნიკოფსიამდე, აი ეს ტერიტორია არის ნაჩვენები, როგორც აფხაზეთის ტერიტორია. თუ გადავალთ და მიუახლოვდებით შემდეგ ამავე რუკის იმ ნაწილში, სადაც არის ნაჩვენები აღმოსავლეთ საქართველო, იქ ვნახავთ, რომ არანაირი სამხრეთ ოსეთი ასეთი ტერმინი არ არსებობს და არ არის დაფიქსირებული. მოდით ახლა გადავიდეთ 1854 წლის ძალიან კურიოზულ რუკაზე, ამას ქვია ევროპის კურიოზული რუკა, იწყება 1854 წლის ყირიმის ომი, სხვადასხვა სახელმწიფო არის გამოსახული სხვადასხვა ფორმით, მაგალითად რუსეთი დიდი დათვია, ხოლო აი ამ რუკაზე ძალიან კარგად მოჩანს საქართველოს დასავლეთი ნაწილი და აქ წარწერა არის, რომ ეს არის საქართველო, ჯორჯია. ანუ ისე ვიმეორებ და რამდენჯერმე გავიმეორებ, რომ კაცია თუ მეჩვენება ჯორჯი. ჯორჯი არის კი ესეთი ძლიერი კაცი, დიდი ცხვირი. შეიძლება განახმო? კი, აი აგერ არის. ხედავ აგერ. თვალი, წარბი, და გრძელი ცხვირია. გრძელი ცხვირია, თუმცა ჩვენთვის საყურადღებოა ის ამბავი, რომ როგორც პოლიტიკურად ეს აღნიშნულია, როგორც საქართველო. ახლა ძალიან საინტერესო რუკას გაჩვენებთ. ეს არის 1880 წელი. უпростоრად 1880 წელია და აქ არის ასახული ასევე ძალიან კარგად დასავლეთ საქართველოს ტერიტორია. თქვენ ხედავთ, მას აქვს წარწერა. ეს არის ეთნოგრაფიული რუკა 1880 წელს შედგენილი და აქ ფერები არ აღნიშნავს რეგიონებს. აქ ფერები აღნიშნავს ხალხებს, ეთნოსებს და აი მაგალითად მწვანეთ არის აღნიშნული ქართველური მოდგმის ხალხები და ასე შემდეგ. ძალიან კარგად არის გაკეთებული და ისევ ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ აქ არის ნაჩვენები. ვიზუალურად ეს დიდად არ მომეწონა. ვიზუალურად არა, მაგრამ ნახეთ ვინ ცხოვრობს კავკასიაში. ქართველები 1880 წლისათვის 301, 1000, შემდეგ ქართველები გამოყოფილია ცალკე იმერლები და გურულები 379,000, თუშები 5,000, შაველები 8,000, ხევსურები 6,000, მეგრელები 197,000, სვანები 12,000 და ნახეთ აფხაზები და აბაზები 22,000. ანუ 1880 წლისათვის რუსების მიერ არის ძალიან კარგად ნაჩვენები ეთნოგრაფიული სურათი, დემოგრაფიული სურათი, როგორი იყო კავკასიაში. ახლა მოდით 1880 წლიდან გადავინაცვლოთ 1900 პირველ წელზე. ეს არის უკვე 1900 პირველ წელს შედგენილი რუკა, რომელშიც ნაჩვენებია საზღვრები 1800 პირველი 1813 წლებისათვის. აი აქაც ჩვენ ვხედავთ წებელდა რომ აწერია, ეს არის აფხაზეთის ტერიტორია და უკვე ის ცალკე პოლიტიკურ ერთეულად არის გამოყოფილი, თუმცა აქ საყურადღებოა ოსეთის საკითხი. ჩვენ ახლა ცოტა უფრო ახლოს მივალთ ამ რუკასთან და მინდა გითხრათ, რომ აი ამ რუკაზე ძალიან კარგად მოჩანს, აი დავაკვირდეთ ქართა ლინია, ანუ ქართლი. აბა რომელი ქალაქია? ცხინვალი. ცხინვალი.
ამაზე არავინ არ დაობდა არასოდეს, რომ ქართლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ცხინვალი და თქვენ ხედავთ, რომ აქ არსად არ ფიქსირდება ტერმინი სამხრეთ ოსეთი, რადგან როგორც გითხარით და არაერთხელ გავიმეორე, რომ ასეთი პოლიტიკური ერთეული მით უმეტეს ამ პერიოდში არ არსებობდა. რატომ არ ჩანს ოსეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული აი ამ რუკაზე და რატომ არ არსებობს ასეთი ტერმინი, ამის შესახებ ჩემს რესპონდენტს ვახტანგ გურუს მოусმინოთ. 1917 წელს, როდესაც რუსეთის იმპერია აღესრულა, რა მემკვიდრეობა დაგვიტოვა ჩვენი იმპერიამ. შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილი, რუსული ტერმინოლოგიით ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, შედიოდა გორის მაზრაში. გორის მაზრა მოიცავდა მთელ ქართლს ფაქტიურად. ასე იყო მუდამ, აქ საზღვრები არ შეცვლილა. მხოლოდ ალექსანდრე ბარიატინსკის მეფისნაცვლობის დროს გორის მაზრას ჩამოაცილეს მისი უკიდურესი ჩრდილოეთი დვალეთი, რომელიც გადაცეს ოსეთის სამხედრო ოლქს. დვალეთის სამხრეთით მთელი ტერიტორია 1917 წლისათვის ითვლება გორის მაზრად. ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა. სამხრეთ ოსეთი მაშინ გეოგრაფიული ცნება იყო, თუ სადმე იხსენიებოდა, იმიტომ რომ იყო ჩრდილოეთ ოსეთი, იყო სამხრეთ ოსეთი, როგორც ისია, თქვა, კავკასიონის პირიქითა ტერიტორია და პირაქეთა ტერიტორია, ეს პოლიტიკური ცნება კი არ არის, ეს გეოგრაფიული ცნება არის. მე-16 საუკუნიდან თითქმის ყველა საუკუნის ამსახველი რუკა გაჩვენეთ და ახლა მოდით მე-20 საუკუნეზე შევჩერდეთ. ეს არის 1914 წელი. პირველი მსოფლიო ომი იწყება და ასახულია პოლიტიკური სიტუაცია თუ რა ხდება ევროპაში და მოდით მიუახლოვდეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთს, ეს გახლავთ ფრანგული რუკა და აი აქაც შავი ზღვისპირეთი საქართველოში ასახულია როგორც წარწერა ჯორჯია. ისე ვიმეორებ, რომ აი ამ ომის დაწყების წინაც არავის არ დაუსვია კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ეს ტერიტორია იყო საქართველოს ტერიტორია. და შემდეგი რუკა, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ეს არის და აბა თქვენც დააკვირდით და ძალიან მოგეწონებათ ეს რუკა და ძალიან საინტერესო რუკა. ეს არის 1920 წელს შედგენილი ფრანგული რუკა და მას ასეთი პირობითი სახელი ქვია: რეალობა და პრეტენზია. ეს არის 1920 წელი, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, აი რასაც ხედავთ წითელს, წითელ ხაზებში მოითხოვდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიების აღიარებას. თუმცა მსოფლიო თანამეგობრობამ წითლად რაც არის ის არ აღიარა და აღიარა ის რაც არის იასამნის, ვთქვათ, მოდით ასე დავარქვათ, ქართველებს ლაზისტანის და აი სოჩის მიმდებარე ტერიტორია არ გადაეცათ, თუმცა ისინი საკმაოდ დასაბუთებულად ითხოვდნენ ამას, მაგრამ ის ფერში აბსოლუტურად ყველა ცივილიზირებული სახელმწიფოს მიერ იქნა საქართველოს ტერიტორიებად აღიარებული. საინტერესოა, რა თქმა უნდა, აფხაზეთი დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაშია, მაგრამ არ ვიცი, მიგიქცევია თუ არა ყურადღება. ესე იგი, ტერიტორიები მაშინ გადაეცა საქართველოს ბათუმს ქვემოთაც, არდახანის და ართვინის ვილაიეთების გარკვეული ნაწილი, რომელიც, როგორც იცით, საბჭოთა პერიოდში საქართველომ დაკარგა. რა ტერიტორიებს მოიცავდა დემოკრატიული საქართველო და როგორი იყო რუსეთის დამოკიდებულება ამ ტერიტორიებისადმი, მოდით ამის შესახებაც პროფესორ ვახტანგ გურუს მოვუსმინოთ. რაც შეეხება დაპყრობას მე 18-21 წლებში, ესეც სიმართლეს არ შეეფერება, პირდაპირ რომ თქვა ტყუილია. პირიქით დაპყრობა სადეს ორჯერ რუსებმა. 1918 წლიდან შემდეგ 1920-ს წითელი კაზაკების ჯარი შემოდიოდა აქ და ქართულმა გვარდიამ დაიცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ქონდა და სოხუმი დაიკავეს რამდენიმე დღით მათ. ვერ დაიკავებდნენ ისინი სომხურს, რომ რუსული წითელი ჯარის, წითელი კაზაკების დახმარება არ ყოფილიყო და რაც მთავარია, რუსეთის პრეზიდენტს ის ავიწყდება, რომ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ეს ტერიტორია საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილად
ცნობდა იქ ჩაიწერა, რომ საქართველოს რუსეთისათვის არის თბილისის გუბერნია ზაქათალის ოკრუგით, ქუთაისის გუბერნია სოხუმის ოკრუგითა და ბათუმის ოლქით. და ბოლოს მე-20 საუკუნის ერთი უნიკალური რუკით მინდა დავამთავრო დღევანდელი გადაცემა. ეს არის რუკა, რომელიც არის შედგენილი 1954 წელს საბჭოთა პერიოდში და ეს არის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რუკა. 1954 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში დატრიალდა დიდი ტრაგედია და სტალინის ბრძანებით ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხები, მათ შორის ჩეჩნები და ინგუშები ყაზახეთში გადაასახლეს. მათი ავტონომიური წარმონაქმნი, მათი ისტორიული ტერიტორია, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაუქმეს მათ შორის იუტუბ-კალინის რაიონი და აი ეს ტერიტორია, აგერ ძალიან კარგად ჩანს წითელ საზღვარში, შემოუერთეს საქართველოს რესპუბლიკას, როგორც ახალხევის რაიონი. ეს იყო ჩრდილოეთ კავკასიელებისათვის ძალიან მძიმე პერიოდი. მათ ჩეჩნებისათვის, მათი ტერიტორიების სხვადასხვა ხალხებს, მეზობლებს დაუნაწილეს, მათ შორის როგორც გითხარით, ქართველებსა და ოსებს. 1957 წელს, როდესაც მოხდა ჩეჩნებისა და ინგუშების რეაბილიტაცია, ისინი უკან დაბრუნდნენ და თავიანთი რესპუბლიკის საზღვრები აღადგინეს. თუმცა ყველამ ეს ტერიტორიები, რა თქმა უნდა, ამ ხალხს არ დაუბრუნა. ამის გამო წარმოიქმნა დიდი ეთნოსებს შორის გაჩნდა კონფლიქტი. ერთადერთი ხალხი, ვინც ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩეჩნებსა და ინგუშებს თავიანთი ისტორიული ტერიტორიები დაუბრუნა და ლეგენდის თანახმად სახლში ანთებული კერიაც კი დაუტოვა, ეს ქართველები იყვნენ, რადგან ქართველებს სხვისი ტერიტორიები არ სჭირდებათ.